მოგესალმებით კოლეგებო. Quorumi გვაქვს. დღევანდელი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განსახილველი გვაქვს ორი საკითხი, რომელიც წარმოდგენილი გაქვთ დღის წესრიგში. გთხოვთ წარმოდგენილი დღის წესრიგის მიხედვით დავეთანხმოთ წარმოდგენილი დღის წესრიგს. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის წარდგინება თავდაცვის რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე. გთხოვთ ბატონო გრიგოლ. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად ბიუჯეტთან ერთად მტკიცდება თავდაცვის ძალების სრული რაოდენობა და მიმდინარე წელს წარმოდგენილი გვაქვს 2026 წლისათვის არაუმეტეს 37,000 სამხედრო მოსამსახურის რაოდენობა და რა თქმა უნდა ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საომარიან საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობებზე და სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. ხებით თუ აქვს ბატონ გრიგოლ, იდენტურია ხო შარშანდელის რაოდენობა? დიახ, უკვე პრაქტიკულად ყოველწლიურად იგივე რაოდენობა, სრული ოდენობა მტკიცდება. დიახ, მადლობა. ხები ხომ არ გაქვთ კიდე მეგობრებო? საკითხი განხილულია. ჩვენ ასე გავაკეთოთ, მოდი პირველ საკითხს უყაროთ კენჭი, შემდგომ მეორე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებას მე გავაკეთებ და ბატონი თენგიზი წაიყვანს სხდომას და ამის შემდეგ მეორე საკითხს უყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ თავდაცვის ძალების შემადგენლობის შესახებ? მადლობა, ერთხმად მიღებულია. მადლობა ბატონო გრიგოლ. ბატონო თენგიზ, მეორე საკითხს წარმოგიდგენთ და გთხოვთ წაიყვანოთ სხდომა. ბატონებო, საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარვანაშვილის, გია ბენაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, იოსებ ჯორბენაძის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი ხელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მოგხსენებელი იქნება ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე. მადლობა, წარმოგიდგენთ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს პირველი მოსმენით. კანონპროექტის არსი მდებარეობს იმაში, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების კონტროლის ხელშეწყობას, რომელიც გამოიხატება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოგეხსენება თქვენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს როგორც სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების, ასევე საბრძოლო მასალის ვაზნების და მისი ძირითადი ელემენტების იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტის ნებართვებს. ასევე სამინისტროს მიერ ხდება განხორციელება სამხედრო პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვები, იარაღის კოლექციონერებისა და ექსპონირების ნებართვა. ამასთან დაკავშირებით კანონის თანახმად სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს აღნიშნული სუბიექტი და ამ პროცესის სრულყოფილად განხორციელების მიზნით რიგ შემთხვევებში საჭიროა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე ამ ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი ორგანოებიდან, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საიდუმლოებას. აქედან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის მიხედვით საიდუმლოების გამოთხოვაზე დღევანდელი წესით დადგენილია გარკვეული უწყებები, რომელსაც ამის ნებართვა აქვს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს უხდებოდა სხვადასხვა უწყებებიდან გამომდინარე აღნიშნული ინფორმაციის მიღება და ჩვენი ამ კანონპროექტის მიზანი არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელსაც ასახავს აღნიშნული სამსახურები. აქედან გამომდინარე, ცვლილება შევა საგადასახადო კოდექსის 39 მუხლის მეორე ნაწილში და საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლში. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულიდან გამომდინარე მიენიჭება სწორედ ის უფლებამოსილება, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთვის ეს იქნება
უკვე ძალიან ისეთი მოქნილი მექანიზმი, სადაც ისინი განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას. სულ ეს არის ამ კანონპროექტის არსი, თუ კითხვები გაქვთ, შემიძლია. გაქვთ კითხვები, ბატონებო, ხალბატონებო? არა. მაშინ კენჭისყრაზე დავაყენო, ხო? კი ბატონო. ვინ არის მომხრე? პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. ისე უბრუნებ თავმჯდომარეს. ბატონო, ჩვენ სულ დღეს ესე იგი გქონდა ორი საკითხი განსაზღვრული. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. კომიტეტის ხდომა დახურულია.